ბატონო აკაკი, მადლობა მობრძანებისთვის. საღამოშვიდობის. ერთად უსმენდით ახლა ჩვენ სიუჟეტს და აქ ოპოზიციონერმა ეგრეთ წოდებულმა დეპუტატმა სთხოვა აი ამ კომისიის თავმჯდომარეს უთხრა უფრო სწორად რომ გაბედავდა ის და ეტყოდა თუ არა კობახიძეს რომ ამ საქმიდან ფაქტობრივად არაფერი გამოდის. ასე დავსვათ მოდით საკითხი კობახიძემ და მისმა მთავრობამ არ იცოდა რომ ეს ფასების ეგრეთ წოდებული კომისია ფასებს ვერ დაწევდა, ანუ თავიდანვე არ იყო ეს ცხადი რომ ეს არ იმუშავებდა? ამ კითხვის პასუხად კიდევ ერთხელ საღამოშვიდობის მე თქვენი თქმული უფრო მომეწონა, იმიტომ რომ გონივრული აკადემიური და სწორი იყო ის, რაც შესავალში თქვენ ბრძანეთ, რომ ეს უკავშირდება ეკონომიკას, ეს უკავშირდება ეკონომიკურ ურთიერთობებს და შესაბამისად ის კომისია, რომელიც არის შექმნილი დღევანდელი მდგომარეობით, ეს არ არის რეალურად იმის კატალიზატორი, მოდით ასე პოზიტივში რო დავინახოთ, მაინც თუ თქვათ რაღაცა უშველება. ხო, ის კატალიზატორი, რომელიც ამ თემას დაძლევს. ამ თემის დაძლევას სჭირდება სწორი განათლება, ამ თემას სჭირდება აკადემიური სექტორი, ამ თემას სჭირდება ის საუნივერსიტეტო განათლებები, უმაღლესი აკადემიური, რომელიც სამეცნიერო დონეზე სწავლობს, რას ნიშნავს ფასწარმოქმნა, იმიტომ რომ ფასწარმოქმნას აქვს სხვადასხვა მდგენელები. იყო საბჭოთა კავშირი და მე მგონი ეხლაც არის ალბათ რაღაც ასეთი შტაბ-შტილება გვჭება, იქიდან გამომდინარე რომ ის ფასწარმოქმნა გეგმიურობაზე იყო აწყობილი, მოსახლეობის რაოდენობაზე და გათვლილ პროდუქციაზე, რას გამოუშვებდა და ეტყოდნენ ვიღაცას რომ შენ ეხლა არ უნდა აწარმოო მაგალითად ღვინო, ან მეორეს ეტყოდნენ ეს წამალი არ უნდა აწარმოო, იმიტომ რომ რაღაცას ვაკეთებ ასე. თუ ამ გეგმიურ ეკონომიკაში ვართ, იქ ყველაფერი იმ რეგულირებების ქვეშ იყო, რომელიც თანამედროვე სამეცნიერო განათლების ნაწილი არ არის და დარჩა წარსულში. თუ კი ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ მომავალში ფასებს ასე არ ებრძვიან, ფასებს ებრძვიან იმ ეკონომიკით და იმ შესაძლებლობით, რომ დაუშვათ ადამიანების დონეზე და არა იმ დიდი ოლიგარქიული ბიზნესების დონეზე რაღაცეების კეთება. რაღაცეების კეთება გულისხმობს წვრილ სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას, რომელსაც ჭირდება შესაბამისი ხელშეწყობა. აქ არ არის სუბსიდირებაზე საუბარი, აქ არის საუბარი იმაზე, რომ შესაძლებლობები გაუჩნდეთ ადამიანებს, რომელიც შესაბამისად მოხმარებაში იქნება, ანუ მათი ფული, რომელსაც გამოიმუშავებენ და ეს ფული იმუშავებს და ეს ფული გამოაჩენს ესა თუ ის პროდუქცია მაღალი ფასის უნდა იყოს თუ დაბალი ფასის უნდა იყოს, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც ადამიანებს აი ყოფით დონეზე ფული არ აქვთ, როგორც არ უნდა შევეწინააღმდეგოთ ჩვენ იმას, რომ მაღალია ფასი, ფული თუ არა გაქვს, არც დაბალი ფასის შემთხვევაში გაქვს და არც მაღალი ფასის შემთხვევაში გაქვს. ამიტომ ის კომისია, რომელიც დღეს არის, უნდა მუშაობდეს იმ შესაძლებლობების დაშვებებზე და არა აკრძალვებზე და იმის კვლევებზე, რამდენი შეიძლება იყოს, ვთქვათ, ესა თუ ის პროდუქტი. ჩვენ აუდიტორიამ, ვინც არ არის ეკონომისტი, უკაცრავად ჩაგიჭრებით, რომ გაიგოს. აქ საუბარი ალბათ სესხებიდან დაწყებული, გადასახადებით დასრულებული ეკონომიკური პოლიტიკა ამ ასეთ თემებს ეხება და ზოგადად მარტივი მოთხოვნა მიწოდების პრინციპიდან გამომდინარე რეგულირდება საბაზრო ფასები თქვენ საბჭოთა კავშირი ახსენეთ. ანუ კობახიძის მოდელი რა იყო, როდესაც აი ამას ქმნიდა, ეს არის საინტერესო. აი უყურეთ, ამ კითხვაზეც რომ გავცეთ პასუხი, რა არის მნიშვნელოვანი? დამატებითი ღირებულების გადასახადი არსებობს ესეთი გადასახადი, ეს არის ერთიანი ცენტრალიზებული და ასე შემდეგ. შესაბამისად, თავისუფალი მეწარმეობისთვის გრადაციაში არის მცირე ბიზნესის დაშვება. მცირე ბიზნესს 100,000-იანი ზღვარი აქვს და თუ 100,000 ზღვარზე მივა, ამის შემდგომ უკვე დამატებითი ღირებულების გადასახადის გადამხდელი. ეხლა მცირე ბიზნესის დონეზე და ეს რეგულაცია შემოსული არის 1997 წელს. დამატებითი ღირებულების გადასახადი 70 იყო და 100. შესაბამისად, თუ კი ჩვენ დაუშვებთ იმას, რომ ეს ავწიოთ ბარიერი, წარმოიდგინეთ, ავიტანოთ 1 მილიონამდე, იმიტომ რომ 1997 წლიდან უზარმაზარი ეკონომიკები გავიარეთ
ფორმაციები გავიარეთ, საპრივატიზაციო პერიოდები გავიარეთ, მიწის საკუთრების პერიოდი, ასე, ბევრი რომ იმდროინდელი ხო, ბევრი ისეთი რამ გავიარეთ, რაც იმ პერიოდში არ ქონდა და ეხლა ეკონომიკაში არის. პლუს ეხლა პორტი არის გაყიდული, სასტუმროები, კურორტები, ძალიან თელასი და ასე შემდეგ. ხო, ეკონომიკაში ბევრი კერძო ურთიერთობა არის, იმ პერიოდში არ იყო. შესაბამისად, დაშვება ეკონომიკური ბრუნვის დაბალი იყო. მით უმეტეს ეხლანდელი მშენებლობების ბუმი და ასე შემდეგ. ის წვრილი, რაც უნდა მუშაობდეს, რაც ყოველდღიურობაში უნდა გვაძლევდეს შესაძლებლობას, არანაირად არ არის წახალისებული და არც არის მოტივირებული. შესაბამისად, თუ კი ჩვენ რაიმე ბარიერს ამ კუთხით ავწევთ, ადამიანებს ეკონომიკაში უჩნდებათ შესაძლებლობა, რომ უფრო აქტიურები გახდნენ. აქტიურობა ეკონომიკაში ნიშნავს ბრუნვის ზრდას, ვაჭრობის ზრდას, მოთხოვნა მიწოდების დაკმაყოფილებას, შესაბამისად საბაჟო განბაჟების და ასე შემდეგ საკითხებს. ელემენტარული რო ავიღოთ, ძალიან ბევრნი ვართ მომხმარებლების სხვადასხვა უცხოური ამაზო სხვა არ მინდა დავასახელო სავაჭრო საიტების. და როდესაც ჩვენ რაიმე გვინდა შევიძინოთ 300 ლარიანი ბარიერი ისევ 1997 წელს არის დადგენილი და დღევანდელი გადასახედიდან უკვე თითქმის 30 წელი მიდის, ხო? ამ პერიოდიდან გამომდინარე, იგივე 300 ლარიანი ბარიერი და თუ კი რაიმე გვინდა რომ შევიძინოთ და მაშინდელი კურსი, დღევანდელი კურსი ეს კიდე სხვა რამეა, ეგრევე ვიხდით, ადამიანებს ეს არ შეუძლიათ. ამიტომ თქვი რომ დაბალი იქნება ფასი, თუ მაღალი იქნება, ის ჩვეულებრივი ამ ქვეყანაში მცხოვრები მოსახლისათვის და მოქალაქისათვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი. შესაბამისად, ფასებს ასე არ ებრძვიან. არსებობს ფასწარმოქმნის ინსტიტუტი, არსებობს აკადემიები, არსებობენ მეცნიერები. ეს ყველაფერი გროვდება იმით, რომ გადაედინება ეს განათლება ბიზნესებში, გადაედინება ეკონომიკაში და ის გვაძლევს შემდგომ. მაგრამ მოდელები დადგენილი, ამ მოდელებს უნდა ცოდნა და გამოყენება და არა პროპაგანდისტული შესაძლებლობების დაშვება. ფარსის მოწყობა, იმიტომ რომ ეს ასეთი კომისიებით ფასები არ იწევს დაბლა. ეს უმცირე უკვე ნახეთ. რა მივიღეთ, ხო, რომ ამ მოდელს რო გავყვეთ. ეს კომისია მუშაობს უკვე 2 თვეა, ცოტა მეტი, ხო? შესაბამისად, ამ კომისიამ უკვე განიხილა დისტრიბუციის რიტეილი, საცალო და ასე შემდეგ მიწოდების საფთიაქს ეხლა იხილავს, საფთიაქოს ეხლა იხილავს და 2 თვის განმავლობაში ეს განიხილა. ეხლა მე დავსვამ ამ კითხვას, ხო, პასუხად რო დავაბრუნო, ხო, კითხვა ამ შემთხვევაში 2 თვის განმავლობაში ადამიანებმა რა მიიღეს? ხომ განვიხილეთ სურსასით ეხლა ამ კვირაში იხილება საფთიაქო ფასები. სურსათი რო 2 თვე ვერაფერი. ამასობაში მივიღეთ რომ 5 თეთრით გაძვირებული არის ელექტროენერგია. ამიტომ ტოლობა რომ გაუსწოროთ ეხლა ამ განტოლობას რა მივიღეთ? ამ 2 თვის განმავლობაში მივიღეთ გაზრდილი ფასები. სხვა ვერაფერი ვერ მივიღეთ. ვერ შევეწინააღმდეგებით. რატო? იმიტომ რომ ემოციურები ვართ, გასაგებია და უცბად გვინდა რაღაცის მოგვარება, მაგრამ არანაირი პრევენციები იმისთვის, რომ როგორ უნდა იყოს ფასები სავაჭრო ურთიერთობაში, ამას არ ვაკეთებთ. ეხლა არ შეეხება კომპეტენციას. საქართველოს კონსტიტუციით არის განსაზღვრული, რა კომპეტენცია აქვს საქართველოს ეროვნულ ბანკს. ეროვნული ბანკი არის ყველაზე მაღალი ინდულგენციური, ესე რომ ვთქვათ, კომპეტენტი, ამ შემთხვევაში კანონით დადგენილი, რომელიც კანონებზე მაღლა დგას, იმიტომ რომ ორგანული კანონით არეგულირებს და მას უწერია ფასები და შესაბამისად მონეტარული პოლიტიკა. საქართველოს პარლამენტი ამ შემთხვევაში რას აკეთებს? ან არის კონკურენციის სააგენტო. ჯერ არც ერთხელ არ მომხდარა ისე კომისიაზე, რომ ვთქვათ, ხო დამთავრდა ფასების შესწავლა ამ საცალო ქსელის და პროდუქტის, შაქრის და კვერცხის და ასე შემდეგ, არავინ არ მოიწვია ის კომპეტენტური სპეციალისტები, რომ ეკითხათ, რა დასკვნის გამოტანა შეიძლება იმ მოსმენილიდან, რაზეც კომისია მიმსჯელა. ამიტომ ჩემი დიდი სურვილი ამ შემთხვევაში, როგორც რეკომენდაცია, რა თქმა უნდა, იქნება ისე ვის
დაუბრუნდეთ იქ, საიდანაც იწყება სუნთქვა, საიდანაც იწყება ცხოვრება და ნუ გადავალთ იქ, სადაც ვკეტავთ ამ სუნთქვის და ცხოვრების შესაძლებლობებს. რეალურად კომისია ვერ შეძლებს. თუ იქნება ეს იქნება რაღაც ინექცია ძალიან დროებითი, ძალიან მოკლევადიანი და როგორც კვერცხის შემთხვევაში იყო. სამწუხაროდ კვერცხი გაძვირდა, არ იყო კვერცხის შემთხვევა მაგალითი, იმიტომ რომ კვერცხი გაძვირდა. ხო? ანუ გაძვირდება. ვერაფერს ვერ ვიზამთ. მით უმეტეს დღევანდელ ეკონომიკაში, როდესაც რეგიონში ამხელა პრობლემები გვაქვს, ირანიდან რაც მოდიოდა რძის პროდუქტებთან მიმართებაში, ეხა ჯერ კიდევ შენარჩუნებულია ბალანსი, მაგრამ ცოტა ხანში ესეც ამოილება, ენერგეტიკა დაიწყებს თავისას, ეხა აღდგომის ცხინვარი დღესასწაული მობრძანდება და მარხვა ხსნილი იქნება და მოთხოვნა უფრო მეტი იქნება, როგორც რძის პროდუქტებზე, ასევე კი ბატონო, ნახოთ რა ფასი ექნება. მადლობა ბატონო აკაკი. საინტერესო განმარტებებისთვის ნეტა კრიტიკულ მედიებს აქტიურად გვაკვირდებიან ჩვენ და ნეტა ესეთი ტიპის ექსპერტიზას თუ ითვალისწინებს ვინმე, ვინც ამ კომისიაშია, ან ვინც ეს კომისია აუცილებლად მიიჩნია, რომ შექმნილიყო აკაკი ჩარგეიშვილი ეკონომიკის სამართლის სპეციალისტი იყო ჩვენთან ეთერში. მადლობთ.